ფაშინიანის პარტიის exit poll-ით მოქმედი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური ძალა არჩევნებში 56%-ით ლიდერობს. სამվել კარაპეტიანის პარტიას კი 17% აქვს. ოფიციალური შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი. ამ წუთებში ხმების დათვლა მიმდინარეობს. საარჩევნო უბნევი 1 საათის წინ დაიხურა. დღევანდელი არჩევნები უკვე შეფასდა ქვეყნის საგარეო კურსის განმსაზღვრელად. პროდასავლური კურსის მქონე ნიკოლ ფაშინიანის პარტიას რუსეთიდან მხარდაჭერილი ალიანსები და მათი ლიდერები უპირისპირდებიან. სოფელ დიდგორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და კიდევ 1 გოგონა. დაშავებული მამაკაცი კი კლინიკაშია გადაყვანილი. ყველა მათგანი ერთმანეთის მეგობრები არიან. ერთ-ერთ დაღუპულ წყვილს 2 შვილი დარჩა. 5 ადამიანი გუშინ მომხდარი შემთხვევის დროს დაიღუპა. მანქანა, რომელშიც 6 მგზავრი იჯდა, ხევში გადავარდა. ბავშვების გამარჯვების მარში დიუშენის პაციენტების მშობლების საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდიან. ისინი თვლიან, რომ სწორედ სამოქალაქო სოლიდარობის შედეგია ის, რომ ხელისუფლება დათანხმდა წამლის შემოტანაზე მუშაობას. დღეს რუსთაველის მეტროდან კანცელარიამდე დიუშენის ბოლო მარში გაიმართა. ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის, დავფიქრდეთ ამაზე. ამ სიტყვებით მიმართა მრევლს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე. შიო მესამე სამების ტაძარში დღეს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები დალოცა. დღესვე პირველი საყოველთაო ნათლობა შედგა პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ.